საქართველოს დასავლეთ ევროპული კავშირის პარტნიორი სახელმწიფო ხდება. Ამ სტატუსს ქვეყანას საპარლამენტო ასამბლეაზე ოფიციალურად მიანიჭებენ. სხდომა საფრანგეთში დღეს იხსნება. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტს დასავლეთ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე მუდმივ მოქმედი დელეგაცია ეყოლება. სხდომაზე დასასწრებად ქართული დელეგაცია საფრანგეთში რამდენიმე საათის წინ გაემგზავრა. თბილისში ამბობენ, რომ გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს დასავლეთ ევროპული სახელმწიფო არ არის, ამიტომ პარტნიორის სტატუსი ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის მაქსიმუმია. ასამბლეა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე არის კონცენტრირებული. ეს არის კრებული ევროპის ქვეყნების თავდაცვისა და უშიშროების ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლების. სხვა შორის ერთი წლის წინ იყო განხილული და საკმაოდ მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიღებული რუსეთის მხრიდან ახალი უსაფრთხოების ინიციატივების თაობაზე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ამ ინიციატივების სერიოზულად განხილვასა და საერთოდ სერიოზულად გათვალისწინებას ხელს უშლის სწორედ რუსეთის არაადეკვატური ქცევა, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ.